კანონი გვეუბნება, რომ შუქნიშნების რაოდენობა სხვადასხვანაირია. არის ჩვეულებრივი შუქნიშნები დამატებითი სექციებით მარჯვნივ ან მარცხნივ და არის სპეციალური ტრანსპორტისთვის, უпростоრად ელექტროტრანსპორტისთვის, აი ტრამვაისა და ტროლეიბუსებისთვის არის ეგრეთ წოდებული ტესებური შუქნიშნები, ერეკლე გასაგებია, რომელიც ძალიან მარტივად უნდა გავიგოთ ახლა ჩვენ, რომელიც ესე იგი დაბლა ქვემოთა სექციაზე არის დამოკიდებული. აი აქ. ხო ხედავ მაუს რო ამოძრავებ. თუ ქვემოთა სექცია არანთია, მაშინ ზემოთ სექციები ჩვენთვის არაფერს არ ნიშნავს. ჩვენთვის რა, ტრამვაისთვის. თავარია რომ ეთოს ზემოთა და ქვემოთა სექცია ერთად უყურე აი აქ. ქვემოთ სექცია ანთია და მარჯვენა ანთია, ხო კიდე? ესე იგი წადი, საითო? მარჯვნივო, აგაშენა ღმერთმა. წადი პირდაპირო. წადი პირდაპირ და მარჯვნივო. აქა? აქ მარცხნივ წადიო, ხო ეგრეა? აქ გეუბნება წადი პირდაპირ და მარცხნივო. აქ გეუბნება მარჯვნივ და მარცხნივო. აქ გეუბნება დაასტოპეო, გაჩერდიო, ზდექო, აგე, იმიტომ რომ ქვემოთ სექცია არანთია და თუ ესეთი რაღაცა წაგვაწავაწყდით, ესე იგი ძირითადი თუ ანთია ქვემოთა და სხვა სექციებიც, მაშინ მოძრაობთ ყველა მიმართულებით. გავარკვიეთ, ესე იგი შუქნიშნების თემა არის ძალიან მარტივი, თუ ვინმემ კარგად ახსნა და თუ იქითაც კარგად გაიგო მოსწავლე. ადვილია, ხო? ჩვენ ახლა გავყვეთ ამ პრინციპს, ამ ბილეთებს და ახლა ნახოთ რა მოხდება ერთი ბილეთებში. აბა, მაიცადე.